სამართლიანი არჩევნები CSKO-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს, როგორც ისფეთში ამბობენ 2024 წლის 16 დეკემბერს CSKO-ს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე CSKO-ში რეორგანიზაცია დაიწყო და 6 პირი გაათავისუფლეს. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულა და დაუსაბუთებლად წარიმართა, სწორედ ამიტომ მათ უბლებებს დაიცავენ. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო ნაწილისთვის კი დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. მათივე განცხადებით, გათავისუფლებულ პირთა შორის მოხდნენ ისინი, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები. სამართლიანი არჩევნები მივიჩნევთ, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულა, დაუსაბუთებლად წარიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია რა იყო მიზეზები რეორგანიზაციის. ასევე რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა CSKO-ს რეალურ, არსობრივ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ. ჩვენ გვიჩნდება განცდა და ვაკეთებ დასკვნას, რომ ეს არ არის საერთოდ ორგანიზაციის განვითარებისთვის განხორციელებული ნაბიჯი. მე მეცაც გეტყვით, ჩემი პირადი შთაბეჭდილება ეს საერთოდ CSKO-ში მიღებული გადაწყვეტილებაც არ არის. ეს საერთოდ არის CSKO-ს გარეთ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც CSKO-მ უბრალოდ შეასრულა და მიგვაჩნია, რომ ეს არის აი საჯარო მოხელეთა იმ საერთოდ წმენდის ტალღის ნაწილი, რომელიც ახლა ყველა საჯარო დაწესებულებაში ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თვლით, რომ ეს იყო პოლიტიკურად განთავისუფლება და წმენდა ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციიდან. პირადად ჩემ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ 30 ნოემბერს უკვე დავწერე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება სოციალურ ქსელში. შემდეგ დავგმე ქალბატონი მაკაჩიხლაძის ცემა და მე პირადად ჩემს განთავისუფლებას სრულად უკავშირებ პოლიტიკურ განთავისუფლებას.